Სკორპილი ვარ, აი ესეთი განუკითხაობისას თუ აი ესე გათითო კაცებულები ვიქნებით რა. ამან მიგვიყვანა იქავდი რომ აი ესეთი შეგზარავი ფაქტი მოხდა. სამართლობამ და სამართლის მაძიებელი ადამიანის რაღაც სოლიდარობის არ გამოხატვა ხალხის მხრიდან. დღეს მადლობა ღმერთს რომ ჩვენ კიდე შევძელით რომ შევიკრიბეთ. ალბათ საქართველოს ყველა ქალაქში არიან ესეთი აღშფოთებული ადამიანები ამ ფაქტით შეძრულები. ყველა ვიცით რომ აქ არანაირი პოლიტიკური რაღაცა მიმართულება და პოლიტიკური დანიშნულება არ აქვს ჩვენ შეკრებას ეს არის აღელვებული და აი ამ ფაქტით შეძრული ადამიანების გულის ტკივილის გამოხატვა. ვერასოდეს ვერ ვიქნები აი ამ დღემდე მივიდოდი. აი ნელ-ნელა რამდენიმე ტრაგედიას გვაჩვენა, რამდენიმე უბედურებას გვაჩვენა, რომ ეს შეულებრივად მიღოთ ვერ ეს ყველაფერი. ეს არის გაუგონარი ყოველთვის. არა, მარტო ადამიანის სიცოცხლეზე არ არის, მარტო იმ ტრაგედიაზე არ არის, რაც მოხდა. ეს არის ამის აი რანაირი ის აქვს, როგორ ვეგუებით ამ ყველაფერს. თანათან ვეგუებით და მე არ ვიცი ადამიანი უნდა მივიდო. ასე ზღვემაც იმ ქალბატონმა კიდე ყველა შეეწირა იმას, რომ ვერ იპოვეს, სამართალი ვერ იპოვეს. მაგრამ აქ იმაში კი აღარ არის შვილის ტრაგედიაში. აი შენ რომ ვერ მიხვედი ის სამართალი ვერ ნახე. ეს არის იმაზე კიდე უარესი ტრაგედია. აცი მივიდა საყვავილოსა და ისაუბრებდა და მეტი ცინიზმია ეს არის ადამიანი. დაცინიზმის რა ქვია რა სახელი ამას არ აქვს. ეს რაღაცა უფრო დიდი უბედურება ის ჩვენ წარმოვიდგენთ ამაზე და სერიოზულად დავჭირდეთ. ნელია ხარ სიტყვებით გადმოცემა ყოველგვარი ძალიან სერიოზული გამოწვევაა ხელისუფლებისთვისაც და მოვიტყვით მარტო ხელისუფლებას, მოვიტყვით საზოგადოებისთვის. საზოგადოებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენივრად იციან სიმართლე ძალიან ალბათ სულებსაც ეფერებიან სახლში. ყველა ჩვენთაგან უნდა წარმოვიდგინოთ, ყველა ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ იმის ამბავს. ამ მდგომარეობა და რანაირად. ბოლოს და ბოლოს მართლა როდემდის კაცი. ეს მარტო ის ტრაგედია გონია. როდემდის თუ დროზე რადიკალურად არ შეიცვალა, გებიჭებით, მალე ჩვენ ვიქნებით, ჩვენ აღმოჩნდებით იმ ამბავს. ყველა ჩვენთაგანი ამოგვწევს.